მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ გადმოდგავს ჩემსკენ ნაბიჯს და რისთვის. დღეს გავაკეთებთ ერთ პოზიციაზე გაშლას, ასარჩევი პოზიციები დღეს არ გვექნება, თუ გიყვართ ასეთი ვიდეოების ყურება დარჩით ჩემთან ერთად, ვიდეოს იმ შემთხვევაში უყურეთ ბოლომდე თუ დღევანდელი საჯარო საკითხი თქვენთვის იქნება რეზონირებული და საინტერესო. ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ, დამეკონტაქტეთ მესენჯერში დეტალებისთვის, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის კომენტარების ველში და ასევე ვიდეოს აღწერაშიც. და დავიწყოთ ახლა ჩვენ და გავიგოთ ვინ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს. დღეს არავის ჩაფიქრება არ გვინდა, არავის ფიქრი არ გვინდა. და გავიგოთ ვინ მოდის პირველ რიგში თქვენთან, ვინ გადმოდგავს ნაბიჯს და გავიგოთ ასევე თუ რისთვის მოდის ეს პიროვნება. ესეთი კონკრეტული პასუხი გვიჩვენა ტარომ. რა თქმა უნდა, ახლა აღწერ, რას გვეუბნება დღევანდელი საჯარო გაშლა. აქ მოდის პიროვნება, რომელიც გამოიკვეთა არის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი მეფე, ზოდიაქოთ შეიძლება იყოს მიმანიშნებელი ესეთი თქვენთვის რომ იყოს ლომი, ვერძი ან მშვილდოსანი. მე ვფიქრობ ამ პიროვნებას კარგად იცნობთ, შეხება გქონდათ ამ ადამიანთან. მის პიროვნული დამახასიათებელი თვისება არის, რომ ეს კაცი უფრო წარმოადგენს ალფა ენერგიას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არის ძალიან ძლიერი, დომინანტი. როდესაც რაღაც უნდა დაუყოვნებლივ მოქმედებს, ხედავს მიზანს და მიზანს მალე აღწევს. ძალიან ფსიქოლოგიურად არის ძალიან მტკიცე ადამიანი, მტკიცე მე აქვს ზოგადად, სავსე არის როგორც ძალისა და ღირსების შეგრძნებებით. ასე ამისთვის ძალიან ბევრი ფაქტორები არის მნიშვნელოვანი. საზოგადოების შეფასება, მასე რაღაც მომენტში ზეგავლენას ახდენს, აქვს მაღალი თვითშეფასება და შინაგანი დისციპლინაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის თითქოს მისთვის ძალიან მნიშვნელოვნად აღიქვავს საკუთარ იმიჯს, თუ რა კვალს ტოვებს თითოეულ ადამიანში და საზოგადოება მასზე როგორ საუბრობს. ანუ მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი როლი და ავტორიტეტი, სწორად რომ გითხრათ. მაგრამ ამასთანავე რა თქმა უნდა აქვს ახლა როგორც ყველა ადამიანს მასაც ცოტა სუსტი მხარე, შეიძლება მალავდეს შიშს მარცხის წინაშე და ზუსტად შეიძლება გადამეტებული თავდაჯერებულობა მოდიოდეს აი ამ ფაქტორებიდან, რომ აი თითქოს ყველაფერში ძალიან დარწმუნებული არის, რასაც თვითონ აკეთებს, ზედმეტად თავდაჯერებული შეიძლება იყოს, ხანახი შეიძლება გამახიზიანებლად თავდაჯერებული იყოს. შეიძლება რაღაცაზე იკამათეთ ამ პიროვნებასთან. ან მესამე ფაქტორები ჩაერია თქვენს ურთიერთობაში, თუნდაც მისი მეგობრები ან ნათესავები და თითქოს თქვენი მხარე ნაკლებად დაიჭირა ამ პიროვნებამ და სხვას მიემხრო და შეიძლება აქედან გამომდინარე იყოს რაღაც კონფლიქტი ან გაუგებრობა ან მასთან კომუნიკაცია შეჩერებული, რომ თითქოს მასთან პირველობა ვერ იგრძენით, ანუ პირველ საფეხურზე არ დაგაყენათ რაღაც მომენტში და ამაზე გაბრაზდით. შეიძლება ეს იყოს, თუ ეს ისტორია არ გაქვთ, შეიძლება უბრალოდ ამ პიროვნებამ ძალიან დიდხანს რაღაცა გეფლირტავთ, მაგრამ მტკიცე ნაბიჯი ვერ გადმოდგა თქვენსკენ, რომ უყურებთ თითქოს ძალიან ალფა არის და არის კიდეც, მაგრამ იმდენად ეშინია, რომ არასწორი არჩევანი არ გააკეთოს, ან იმდენად ეშინია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და მე რაღაც გადაწყვეტილება
ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც წარმოიდგინდა, რომ შეიძლება დრო გაეწელა და ვერ ჩამოყალიბდა რა უნდოდა თქვენთან და რაღაც მომენტში ურთიერთობა ან დაპაუზდა, ან რაღაც მომენტში თქვენი გზები გაიყო, მაგრამ ისევ მოდის ეს ადამიანი თქვენთან. ესეთი პიროვნება გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს. გავიგოთ აბა, ესეც საინტერესო საწყისი გვაქვს და რისთვის მოდის ახლა ამჟამად ეს პიროვნება თქვენთან, რისთვის მოდის ეს ადამიანი თქვენთან. ну, აქ შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელმაც კომუნიკაცია თითქოს თქვენთან შეწყვიტა, მაგრამ ცნობის მოყვარეობა შემორჩა და აუცილებლად შენიშნავდით ამ პიროვნების აქტიურობას როგორც სოციალურ ქსელში, ასევე თქვენს თორებზე შეიძლება შემოდიოდეს, ისევ ცნობის მოყვარე ენერგიას ტოვებდა თქვენთან და ახლა უკვე ქმედებასაც მოყოლებს, მარტო ესეთი უბრალოდ თქვენს დაინტერესება აღარ არის აქ, ნაბიჯის გადმოტკმა არის. ну, რაღაც მომენტში შეიძლება მეხვდა, რომ თქვენს გარეშე ძალიან მოიწყინა. თქვენს გარეშე რაღაც მისმა ყოველდღიურობამ რაღაც ერთფეროვნება აქვს და რაღაც მომენტში განიცადა თქვენთან ურთიერთობის ან გაჩერება, ან რაღაც მეტი უნდა თქვენთან და ჩამოყალიბდა, თითქოს აქამდე რაღაც ხელფეხი ქონდა შეკრული, ან თავის სიამაყეს ებრძოდა, მაგრამ მიხვდა, რომ თქვენს გარეშე უფრო მეტად ცუდად გრძნობს თავს და თავის ემოციებში ცუდად გრძნობს თავს და საკუთარ თავთან არ მოსწონს ის ემოციები, რასაც განიცდის და ამ სიტუაციის გარკვევის გამო მოვა თქვენთან, რომ გაარკვიოთ დაძაბულობა და რაღაც მომენტში ისევ სიხალისე შემოვიდეს თქვენს ურთიერთობაში, ან შეიძლება პირდაპირ რაღაც ისეთი ტონი შემოვიდეს თქვენთან, რომ საბოლოოდ დასვას ისეთი თემა, გაიაროთ ერთად და მოაგვაროთ ის საკითხი, რაზეც თქვენ გული გეტკინათ და შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს, ანუ რაღაცა თავის დანაშაული მიგახვედროს, თუ ესე პირდაპირ სიამაყის გამო ვერ გითხრათ, რომ აპატიეთ რაღაც, ანუ ყველანაირად ისე გააკეთოს, რომ თქვენი გულის ტკივილი გამოისყიდოს, თუ გაწყენინათ, აუცილებლად ამას გამოასწორებს. თუ მაგალითად ვერ ჩამოყალიბდა თქვენთან რა სურდა, უკვე კონკრეტიკით მოდის და აბსოლუტურად გააზრებულ დიალოგში წამოვა, შეიძლება გაოცოთ მისმა ასეთმა პირდაპირობამ და იმ საკითხის დასმამ თქვენგან რა უნდა და რას გთავაზობთ, უკვე დაალაგებულად ისაუბრებს და გააზრებული დიალოგი იქნება და თქვენ უკვე თუ გაქვთ რაიმე კითხვის ნიშნები მასთან, ან რაღაც დღემდე ვერ პატიოთ მას, გული გატკინათ და რაღაც ცუდ ნეგატიურ ფონში დაგტოვათ, აი ამ წყენის პატიება და გრძნობების ხელახლა გამოწვევა, რაღაც ახალი საწყისები გიჩანთ. ყოველ შემთხვევაში ეს პიროვნება ჩამოყალიბებული ენერგიით მოდის, იმიტომ რომ აშკარად ცნობის მოყვარეობაც შემორჩა თქვენს მიმართ და ის დაინტერესებაც აქვს თქვენს მიმართ და თქვენ რომ მის ცხოვრებაში ისე აღარ ხართ და ვერ გიკონტაქტებათ, ვერ გირეკავთ, ვერ გწერთ, ძალიან მოწყენილია და ამ საკითხს განიცდის და აქედან გამომდინარე ესეთი პიროვნება გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს და მისი მოტივი, რისთვის მოდის თქვენთან, არის ის, რომ გამოასწოროს ის ვითარება, რა ვითარებამაც მას ხელფეხი შეუკრა და თქვენ გული გატკინათ. მე დაგემშვიდობებით ყველას წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.